გამარჯობა. მოგეთ ერთ კვირაში იქნება ჰაკათონი, AI ჰაკათონი MCP თემაზე. და ვიფიქრე, რომ იმისათვის რომ თქვათ იმათვის ვინც თქვათ MCP არ იცის რა არის, ჩამოწერა ეს მოკლე ვიდეო და ამეხსნა თუ რა არის, რატო არის საჭირო და ამდენად მარტივია მისი გაკეთებაზე. აი, ჯერ ნახოთ ჩვენი ჰაკათონის პეიჯი. ანუ დასარეგისტრირებად გჭირდებათ ლინკი ამ Lumas გვერდზე, რომელსაც აღწერაში ჩავაგდებ. ეს იქნება მოკლედ კვირა დღეს, 4 მაისს, მთელი დღის განმავლობაში. და ან თემატიკა არის MCP. იქნება თიმები, მაქსიმუმ 3 ადამიანი, 3 კაციანი და შეგიძლიათ თუ რამე საინტერესო იდეა გექნებათ, ამ დღის განმავლობაში გააკეთოთ და წარადგინოთ. იქნება პრიზები ძალიან საინტერესო ჩვენი სპონსორებისგან, ასე რომ გელოდებით თუ მოხალთ, ძალიან კარგი იქნება. კარგი, ვისაც MCP არ გამოუყენებია და არ არის მის თქვა და არის რა არის. მაგათაც ახსნე ხა რატო გახდა MCP-ს შექმნა საერთოდ საჭირო. თუმცა ეგ რო გავიგოთ, გვჭირდება ჯერ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თქვათ როგორ მუშაობს ეს AI ან ეს LLM-ები ეხლა და რა შეზღუდვები აქვს. როდესაც ჩვენ თქვათ ვესაუბრებით ChatGPT-ს მაგალითად და ვუგზავნით რაღაც ტექსტს, იგივე prompts, პასუხად გიბრუნდება რაღაცა ტექსტი, ისე LLM-ის output, ხო? თვითონ ეს LLM-ები არის ასე თქვათ, რო წარმოვიდგინოთ რაღაცა ბინარული ფაილები, რომელიც ისე მუშაობს, რომ თქვათ რო გადაეცემა ტექსტი, უკან აბრუნებს რაღაც სხვა ტექსტს, ძალიან რო გავამართლოთ დაახლოებით ეგრე გამოდის. ხო და შესაბამისად ეს ცოდნა რაც მას აქვს, არის კოდირებული ამ ბინარულ ფაილში, რა. მას გარეთ, ასე ვთქვათ, სხვა ინფორმაცია არ აქვს, რაც ამ ფაილში არის კოდირებული, ეგ არის და ეგ. შესაბამისად, როდესაც მაგალითად გითხავთ ისეთ კითხვას, როგორიც არის მაგალითად, ეხლა რა ამინდია თბილისში, ხო? ანუ იმისაც რომ გაიგოს ეხლა რა ამინდია, რაღაც სერვისს უნდა მიაკითხოს, ხო, რაღაცა, არ ვიცი, ამინდის პროგნოზის სერვის API-ს ან საიტზე უნდა შევიდეს და ნახოს, ხო? სხვანაირად ეგ ინფორმაცია ამას არ აქვს. ამიტომაც ალბათ შეგვხვედრია თქვენც რომ რაღაცას რო გითხავთ მსგავს, გეუბნება რომ აი მე LLM-ი ვარ, ესეთი ინფორმაცია არ მაქვს ახლა რა. ხო და იმისათვის რომ ეს კონკრეტული პრობლემა გადაიჭრას, მე მგონი OpenAI-იმ თავიდან მოიფიქრა ესეთი პროტოკოლი, რომელსაც ქვია Tullius-ი. და რას გულისხმობს ახლა ეს Tullius-ი? ანუ ეს იგივე მარტივი, თქვათ, კითხვა-პასუხის სცენარი რო განვიხილოთ, ესეთი დიაგრამა გადაიქცევა აი ესეთ დიაგრამად. ისევ იუზერი თავიდან უგზავნის კითხვას, თუმცა კითხვასთან ერთად ეუბნება რა ტიპის თულების გამოყენება შეუძლია, რა. რა ტიპის ფუნქციების გამოძახება შეუძლია, ასე ვთქვათ. ამ ინფორმაციას რო აწვდის, ამის პასუხად თუ LLM-ი გადაწყვეტს, რომ ჭირდება ამ თულის გამოყენება, ამ ფუნქციის გამოყენება, ან ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება, თქვათ, ფუნქცია, რომელსაც გადაეცემა არის ქალაქის სახელი და აბრუნებს მიმდინარე ამინდს, ხო? თუ ამ LLM-მა გადაწყვიტა, რომ ეგ ფუნქცია ჭირდება აი ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად, პასუხად უბრუნებს, ასე ვთქვათ, შუალედური პასუხი, არასაბოლოო პასუხი, მაგრამ შუალედურ პასუხად უბრუნებს, რომ
გთხოვთ აი ეს ფუნქცია, რაც ამიღწევი აქ, გამოიძახი ამ პარამეტრებით, ხო? ანუ ეს ამ შემთხვევაში შეიძლება ფუნქცია ყოფილიყო რაღაც get weather, რომელსაც ერთი პარამეტრი გადაეცემა, თქვა city ან რაღაცა. და ეს ეუბნება, რომ აი გამომიძახე get weather თბილისის პარამეტრით. ხო, ამას users ეუბნება პასუხად, იმიტომ რომ თვითონ LLM-ს ამ ფუნქციის გამოძახების საშუალება არ აქვს. ანუ ამ ეს პროტოკოლი, Tullius-ის პროტოკოლი, რაც არის LLM-ებში, ისე არის შექმნილი, რომ ეს გარე ინსტრუმენტები, თულები იქნას გამოძახებული თვითონ user-ის მიერ და არა თქვა თვითონ LLM-ის მიერ. შესაბამისად ეს მოთხოვნა რომ მიდის, user-ი გამოიძახებს ამ ფუნქციას, თქვა get weather თბილისი და რაღაც ტემპერატურას ან თქვა ამინს დააბრუნებს და ამ თულის outputs, ფუნქციის outputs დაუბრუნებს უკან LLM-ს. ეხლა უკვე რახან თქვა ეს ამინის მიმდინარეობა ამინის მონაცემები აქვს და ორი ან თავიდან კითხვა რაც იყო ის კითხვაც აქვს. ამას ეს LLM-ი აერთიანებს და საბოლოო პასუხს გასცემს ჩვენ users. ხო, ანუ ესეთი პროტოკოლის სახით გადაწყდა, ასე ვთქვათ, ის ფუნდამენტური პრობლემა, რაც LLM-ებს აქვს. Okay. კაი, დავუბრუნდეთ დიაგრამას. ხო, მოგეთ ეს დიაგრამა რაც გავიარეთ, შეგვიძლია ცოტა სხვანაირად წარმოვადგინოთ, იმიტომ რომ რეალობაში ეს user-ის მხარე, ანუ მომხმარებელი პირდაპირ არ ეძახებს LLM-ს, ხო, როგორც წესი არის რაღაცა AI აპლიკაცია, რომელსაც იყენებს user-ი და მე ეს AI აპლიკაცია ურთიერთობს, ასე ვთქვათ, იძახებს LLM-ის ფუნქციონალს. და ეს დიაგრამა შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ, არის მომხმარებელი, იყენებს რაღაცა AI enabled ან AI ფუნქციონალიანი აპლიკაცია რაღაცა. ამას იყენებს, თვითონ ეს AI აპლიკაცია იყენებს რაღაც LLM-ს, ხო, ან რაღაც OpenAI-ის API-ის მაგალითად, ან სხვა LLM provider-ის API-ის. და აი ეს function callings tool, იგივე Tullius სცენარს თუ განვიხილავთ, ხო, ამ შემთხვევაში გვაქვს გარე სერვისი, რაღაც weather API, რომელსაც აი ამ წინ და უკან, ასე ვთქვათ, call-ების ფარგლებში AI აპლიკაცია გამოიძახებს ამ weather service, ხო, ამინის პროგნოზის service, რაღაც სიტყვაზე RESTful API-ის გამოყენებით, მე დაუბრუნებს LLM-ს და მე LLM-ი უპასუხებს და ეს საბოლოო პასუხი დაუბრუნდება მომხმარებელს. ხო, ანუ რეალური სცენარი უფრო ესია ხოლმე, ხო? ანუ ეს AI აპლიკაცია შეიძლება იყოს რამე არის მაგალითად თქვენივე გაკეთებული აპლიკაცია, ხო, რაღაც chatbot-ი გაქვს, რომელსაც user-ი იყენებს. ამ chatbot-ს აქვს დაფუძნებული AI API-ზე, თუმცა აქვს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარე სერვისებთან ურთიერთობის საშუალებაც. ხო და სწორედ აი ესეთ არქიტექტურაზე გვაქვს ესეთი პრობლემა ახლა. მაგალითად აი ეს weather API-სთან როგორ ურთიერთობთ, ხო? ანუ ყველას აქვს თავისი API, ან კი არის REST API, თუმცა იმპლემენტაცია მაინც საჭიროა აქ გაკეთდეს. ანუ აქ ჩვენ აპლიკაციაში ან სხვა AI აპლიკაციაში უნდა იყოს აღწერილი რა ფუნქციონალი აქვს ამ ამინდის პროგნოზის API-ს. ხო, და ასევე შეიძლება ერთი სერვისი კი არ იყოს, შეიძლება სხვადასხვა ბევრი სერვისი იყოს და შესაბამისად ეს ყველა იმპლემენტაცია ყველას იმპლემენტაცია მოგვიწევს ჩვენ AI აპლიკაციაში. ხო და სწორედ აქ შემოდის MCP-ის თემა, როცა უკვე გვაქვს AI აპლიკაცია როგორც MCP კლიენტი, გვაქვს სხვადასხვა MCP სერვერი, სხვადასხვა ასე ვთქვათ გარე სერვისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რაღაც ფუნქციები გამოვიძახოთ MCP კლიენტიდან და ამათ შორის პროტოკოლიც სტანდარტიზებულია MCP პროტოკოლის სახით. იმის გამო რომ თვითონ MCP პროტოკოლში
ნაგულისხმებია ეს სტანდარტები. ანუ თუ ჩვენ აპლიკაციას გავხდით MCP clients, ხო, ანუ გავაკეთებთ იმპლემენტაციას ისეთი კოდის, რომელიც ჩვენ აპლიკაციას გახდეს MCP clients, ჩვენ უკვე შეგვეძლება რომ სხვადასხვა MCP servers ადვილად დაუკავშირდეთ და უკვე აღარ დაგვჭირდება თქვათ ჩვენ აპლიკაციაში თითოეული სერვისის ფუნქციონალის აღწერა. და ასევე მეორე მხრიდანაც თუ ხარ თქვათ ამინდის პროგნოზის პროვაიდერი სერვისი და თუ შენ სერვის MCP სერვერად გადააქცევ, ანუ MCP სერვერის სტანდარტებითაც გააკეთებ, მაშინ გეცოდინება, რომ ყველა ის AI აპლიკაცია, რომელსაც აქვს MCP-ს მხარდაჭერა, შეძლებენ ადვილად ჩართონ შენი სერვისი მათ აპლიკაციაში. სულ ეს არის MCP-ს, ასე ვთქვათ, მუღამი, რატომაც არის მნიშვნელოვანი, ანუ რეალურად როგორც თქვით, ანუ AI აპლიკაციის დეველოპერების მხრიდან მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვათ, შენ ერთხელ აკეთებ შენ აპლიკაციაში MCP კლიენტის იმპლემენტაციას და მერე შეგიძლია უამრავ MCP სერვერისთან კომუნიკაცია და MCP სხვადასხვა სერვის პროვაიდერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ გააკეთებენ თქვათ MCP პროტოკოლით თავიანთი სერვისის იმპლემენტაციას და მერე იციან, რომ თქვათ ბევრ AI აპლიკაციის კლიენტთან შეუძლიათ საუბარი. ჩემი დაკვირვებით MCP სერვერები არის ორნაირი MCP სერვერები შემოხდრია მე. ერთი არის აი მსგავსი არქიტექტურით, როცა MCP სერვერი რეალურად არის არსებული web API-ის ასე ვთქვათ ადაპტერებით, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა იგივე ამინდის პროგნოზის RESTful API არსებობდეს და MCP სერვერი არის ასე ვთქვათ იმპლემენტირებული, რომელიც ამას RESTful API-ს ასე ვთქვათ გარდაქმნის MCP სერვერად, ხო? თუმცა ასევე არის მეორე ტიპის MCP სერვერები, სადაც უკვე web API-ის ნაცვლად გვაქვს რაღაცა სხვა ტიპის სერვისი და MCP სერვერი იყენებს რაღაც შიდა API-ებს და ურთიერთობს ამ აპლიკაციასთან. ერთი მაგალითი არის მაგალითად Blender-ი 3D software არის 3D მოდელირების პროგრამა, მაგის MCP სერვერი ურთიერთობს თვითონ Blender-ის desktop აპლიკაციასთან და მოხმარებელს შეუძლია თქვათ რაღაცა თხრას რა თქვათ შექმენი რაღაცა კუბი და მე თქვათ ფერი შეუცვალე და ასე შემდეგ. ხოდა ერთ-ერთი მსგავსი MCP სერვერი გავაკეთებ მე, ესე საცდელად და ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს ეგ. მოკლედ მე ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ესეთი MCP სერვერი, რომელიც იურთიერთებდა თვითონ კურსორის ID-ისთან. და ამისთვის გავაკეთე VS Code extension-ი, იგივე კურსორის extension-ი, რომელიც ამ extension-ში არის გაშვებული MCP სერვერი. და ეს extension-ი, ასე ვთქვათ, იძახებს კურსორის იგივე VS Code-ის შიდა API-ებს, რომ რაღაცები გააკონტროლოს თვითონ კურსორში. და ეს ყველაფერი არის MCP სერვერი და ეს MCP სერვერი არის ასე ვთქვათ დაკავშირებული კურსორის ID-ისთან. რახან კურსორი არის MCP კლიენტი, ჩვენ ამ extensions ამ MCP servers თავისუფლად ვაკავშირებთ კურსორთან. ხო, ცოტა ისე რეკურსიული გამოდის, თუმცა ეს რასაც გვაძლევს არის, რომ მაგალითად კურსორის ჩატში შეგვიძლია მივწეროთ AI-ს, რომ თქვათ, არის კურსორის თემა შეცვალოს, ხო? ან იგივე VS Code-ის. ან თქვათ რაღაც ფაილები დახუროს. რაც გახსნილი გვაქვს. სწორედ ეს ორი ფუნქციონალი მაქვს ჯერჯერობით იმპლემენტირებული.
და ახლა დაჩვენებთ როგორ მუშაობს ეს. ეს არის მოკლედ პროექტი, რომელიც GitHub-ზე ცდებს და links მე ჩავაგდებ აღწერაში. ეს დაწერილი არის TypeScript-ზე და იყენებს model context protocol-ის SDK-ს. ეს ოფიციალური SDK არის TypeScript-ის და JavaScript-ისთვის. და საკმაოდ მარტივი არის, როგორც ხედავთ, ამის გამოყენება. ამ ფაილში, ამ MCP-ts ფაილში აღწერილი მაქვს ასე ვთქვათ, ფუნქციები, იგივე tool-ები, რასაც ეს MCP სერვერი თავაზობს კლიენტებს და მოდი ახლა გავიაროთ რეებია ეს, ხო? Close files. დახურე ღია ფაილები, ხო? ანუ ეს ფაილი რო დახურეს. აღწერაში გვიწერია სახელი თვითონ tool-ის და რა გადაეცემა პარამეტრად. ამ შემთხვევაში გადაეცემა string-ების მასივი. და მე შეგნით გვაქვს ეს ფუნქცია, რომელსაც ვიძახებთ. და ამ ფუნქცია შეგნით არის უკვე იმპლემენტირებული კონკრეტულად თვითონ ფაილების დახურვის ფუნქციონალი. კიდე არის ფუნქცია ეს get opened files, რომელიც ეხლა გახსნილ ფაილების სიას აბრუნებს. ასევე გვაქვს თემის შეცვლასთან დაკავშირებული ფუნქციები. ერთი არის list available files, რომელიც list available themes, რომელიც აბრუნებს რა თემები აქვს მომხმარებელს დაინსტალირებული კურსორში, ან იგივე VS Code-ში. არის მიმდინარე თემის დაბრუნების ფუნქციონალი და არის თემის შეცვლის ფუნქციონალი. სულ ეს არის. ეს როგორ მუშაობს? აქეთ პანჯარაში გაშვებული მაქვს კურსორის ინსტანსი, სადაც ეს extension-იც, ჩემი extension-იც გაშვებულია. კურსორის setting-ებში რო შევიდეთ, აქ არის სპეციალური განყოფილება MCP, სადაც ვამატებთ სხვადასხვა MCP სერვერებს. ამ ღილაკით. ახლა ამ შემთხვევაში ეს ჩემი MCP სერვერის დამატებულია და შეგვიძლია შევამოწმოთ. ხო, აქ მე ბრძანება მაქვს, რომ დავასტოპო და გავუშვა თავიდან MCP სერვერი, აქ notification-ს გამოჩნდა, რომ გაშვებულია. და თუ დავარეფრეშებთ, და თქვათ რამოდენიმე სატესტო ფაილს გავხსნით. ხო, თქვათ ეს ფაილები გვაქვს გავხსნილი. და ახლა თუ მივწერთ, რომ თქვათ close თქვათ TypeScript files but accept index t6. ანუ ეს გავუშვით და ახლა ეს მიხვდა, რომ ამისთვის სჭირდება გამოიძახოს MCP tool-ი get open files, ამას ჩვენ ხელით ვადასტურებთ. წამოიღო ეს გახსნილი ფაილები, აქ რატომღაც ეს ერორები არ ვიცი რატო არის. და მე იძახებს close files ფუნქციას. და როცა დავადასტურებთ ამ ფუნქციის გამოძახებას, როგორც ხედავთ, ეს ფაილები დახურა. მოდი თემის ცვლილებასაც განახებთ. თქვათ into something cool. იძახებს list available themes. გამოვიძახეთ, წამოიღო რაც მაქვს დაინსტალირებული და რომელიღაც აირჩიე რომ დააყენოს და ესე შეცვალა თემა. ხო, მოკლედ სულ ეს არის კურსორის დემო. სულ ეს იყო ისე თქმაც მინდა და ახლა იმედია დაგეხმარებათ და იმედია დარეგისტრირდებით და მოხვალთ ჰაკათონზე. მეგონი ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება.